როგორ სახეს გვაძლევს უფალი ჩვენ ხორბლის მარცვლის სახით. უკეთო მარცვალი ხორბლის არა ჩავარდეს, მარტო იეკოს. გადარჩება, მაგრამ რჩება მარტო, ხოლო უკეთო მოკვდეს. ნაყოფი მრავალი გამოიღოს. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვთხოვოთ ხორბლის მარცვალს ამისი რაციონალური სულიერი გააზრება არ არის. ის არის უფლის მიერ შექმნილი და უკვე შექმნილია იმგვარად ყოველი თესლი, რომ ის უნდა მოკვდეს, რათა ნაყოფი მრავალი გამოიღოს. მაგრამ თუ ჩვენ აი ამ განზომილებას გადმოვიტანთ ადამიანურ სივრცეში, სადაც მოქმედებს ადამიანის მენტალიტეტი, ნებელობა, სულის ჩართულობა, გული გზნობა და გონება, როდესაც ერთიანდება, მაშინ რა თქმა უნდა, ასეთ ხორბლის მარცვალს ანუ მსხვერპლს მოეთხოვება არა უბრალოდ სიკვდილი, არამედ სიყვარულით სიკვდილი.